მე-19 საუკუნის არქიტექტურას ქართული არაფერი არ შეხებია. აი ერთადერთი გამონაკლისი არის ის სახლი, რომელთანაც ჩვენ ვდგევართ. გალაქტიონის 22 ნომერი, რომელიც ააგო თბილისში დაბადებულმა გერმანული წარმოშობის არქიტექტორმა ალბერტ ზალცმანმა. მან გადაწყვიტა, რომ ეს შენობა შეემკო ქართული საეკლესიო არქიტექტურის დამახასიათებელი დეკორით. მე-19 საუკუნის 40-იანი წლებიდან თბილისში წარმოიქმნა ბურჟუაზია, როგორც მთელ მსოფლიოში და ბურჟუაზიამ დაიწყო მშენებლობა. ამის გამო აი ეს სოლოლაკის უბანი ჩამოყალიბდა და დაიწყო გეგმარება. ეს გეგმარება არის ისეთივე, როგორც ამერიკულ და ევროპულ ქალაქებში, როგორც მაგალითად არის ნიუ-იორკში და როგორც არის მაგალითად კაი მაგალითია ბარსელონა. ესე იგი, ეს არის ჰორიზონტალური ქუჩები და ვერტიკალური ქუჩები. აი ესე ბადი არის, ესე იგი, იქ ამას უწოდებენ სტრიტები და ავენიუები. ჩემის აზრით, თბილისის ღირსება იმაშია, რომ ეს არის მიქსი არის ევროპულისა და აზიურის. მეორე ისა, რომ ეს არის თბილისი მართლა არის ქალაქი, რომელიც არის რაღაც ფენოვანი ნამცხვარისავით, ესე იგი, საუკუნეებისა და ამ ევროპა-აზიურის რაღაც ნარევისა და აი ეს ნარევი სიძველის, სიახლის, ევროპულის, აზიურის, ძველის, ახლის, აი ეს ქმნის ამ ეშხს, ამ თბილისის ამ არომატს, რომელიც იზიდავს ასე აუარებელ ტურისტებს.